ეს იგი ჩვენი უსაყვალესი გადაცემის ზურა შოუს ორი კოლორიტი ტროლი და ბოტი ჩემო კარგო. თქვენაც ყოველ ცხოვრებას გოვარჯოს, ვიცი. ისე მაჭავარიანი მობძანდით. აშენდა თქვენი ოჯახი და მიყვა ჩემი ზუგან. მოდი, ზაბერ შეგერაცვალე. აგერ მოდი დახლოში, აგერ დაჯექი ჩენი ჯერ. რა შოვით, მე რა ვახარ, ვაღარ და. ჩვენი რა მაგრამ ხილად იყავი ეხლა ამათ. კაცმა არის ის ეხლა რა აქვს ამათ ჩვენთვის შეიძლება მომზადებული. მომზადებული, ვიცი რა, რაფერა, მაგამ. მე ვარ საჩხერლების სიძე. ავიდა შეათორა, აუფო დეიზა. რა არ დადაბრძარიყავი ახლოს. თან ვანელი ვარ. რა მრავალაზროვანი სახე მიიღო უცბად. ის რა ხიდან ქვევი დაყურება დავიწყო რა. არა, თან საგამ ეხა საუბარს დავიწყებთ. ესე იგი, ამათი სტუმარი ვარ, მათი ლუკმა ვარ, ეხლა ამ გადაცემის შემდეგ ვარ მათთან. და იცი რა არის, იმედი მაქვს დიდი რომ არ გამამწარებენ და იცი რომ ეხლა ჩემ ხელში ხართ რა. ამიტომ როგორც მე მოგექცევით, ისე მომექცევით. პარიად кайგო სახანეძამია შეგერაცვალე პარიად. ბიჭებო, აქ სამი მსახიობი ზის და ისეთი კითხვა ცოტა შურიანი. როგორ მოხდა რომ ესე ძალიან პატარა დროში ესეთ სიყვარული დაიმსახურეთ? გვასწავლეთ რა, გვასწავლეთ. რა ხდება იცი? ჩვენ თავიდან დავიწყეთ მასანგანს გამოდიოთ თეატრში. კი ბატონო. და რო გამოდიოთ სცენაზე ვიდექით, მე ძალიან ნერვიულობდი სოღელზე, იმიტომ რომ ხალხს ის მინდოდა რომ გედემეცა სიყვარული და ყველაფერი გამომეტანა და მთავარი ერთი რამე რომ სიყვარულით გამოხდა და ყველაფერი გააკეთოს სიყვარულით. თუ სიყვარულით გააკეთებს საქმეს გამორიცხული არ არის რომ ის არ იყოს უმაგრესი. შენ შემოგივლე და შენ ისეთი თამადა იქნები პერსპექტივაში ვხედავ მაგრამ ვიზუალიც აქ მაგის მე ასე დავიწყე მასანკანიდან რა მოკრძალულები ხარ და რა მოკრძალებულები ხარ იქარ რა ეს იმიჯია ძორე ეხლა მოდება როდის კი ბატონო მეც პირველად სცენაზე რომ დავდექი და ხალხის სტაჟში გავიგე მის შემდეგ ვარა მოწამლული ამოვედი აქამდე და მე ვნახოთ აშენდა თქვენი ოჯახი მიყვაჩების უკან დიახ რა სამბობენ სკოლაში რო გეუნებ გადაღება მაგაზანები სკოლაში არის იცი ჩვენ ყავს უმაგრესი მასწავლებელი თეატრში გვერდში გვიდგან და ყველაფერი იყო ხოლმე რაღაცა რომ გაგვეთილებს ნუ ასენ მაგრამ გვერდში უდგარ და გვიყვარა შემოკლასილმა მითხეს არავის არ უყურებთ არას შოუს არაფერს არ უყურებთ მაგრამ შენ გადაცემას მაინც უყურებთ შენ გამოსვლას მიყვარხარ და უყურებ მაგად გავგარჯოთ ღმერთმა და მე გავიხსენებ ასეთ სიტუაციას ერთხელ სკოლაში მქონდა ქართულს გაკვეთილი და ჩასაბარებელი ვაჟაფშაველას ლექსი და ვეფხის ტყაოსნის საზეპიროები. კი ბატონო. ხო და ორიანი არ მცდებოდა. დასვენებაზე არ ვიცი, მომივიდა მუზა და დავწერე ასეთი რამ. ვეფხის ტყაოსანს ვაჟაფშაველას პოეტის ხმას და პოეტის კალამს, დრო რომ მქონოდა დავისწავლიდი დანინო მასწავლებელს ვეტყოდი სალამს. 10 საბადიოთ ვითხოვ ზეპირებს შემოგთავაზებ ჩემ ჭყუად ალანს 10 ჩემი ლექსი გამაგებინებს თქვენ ემოციებს და თქვენ ტაშაც მე ახლა დიცა არ ავთხოვლობ და არ მოწყდები დღეს ამ ზიანსო თების დაპყრობას არც მე გულისხმობ მაგრამ სიამოვნებით მივიღებ რვიანსო სიხორვიანი მერე 10-იანი დამიწერა ჩემანინო არაჩვეულებრივი მასწავლებელი აი მოკითხვა და სიყვარული მინომასწავლებელი და ყველა მასწავლებელი ეს ყველაფერი კაი მაგრამ ახლა გოგოებშიც გაიქნებით თქვენ პოპულარული და რა მითოდა ეკითხვა მე სასულიერო სკოლაში დავდივარ სადაც ხარ სასულიერო სკოლაში კი გეტყობაში ვიცი კარგი და ამანისად აბა ეხლა მოყევი მესიჯები რა ხდება მოყევი ეხლა სხვათა შორის და ჩემს ვეუბნებოდი გუშინ ასე მახსოვს 200 მეგობარი მყავდა Facebook-ზე და 1000 მეგობარი მყავს ახლა 1000 კი ყავს მაგრამ 1000-დან რამდენი წერს როდის შეხვდა წამახო არ დავლიოთ არა მაგნაირი მონაცემები არა მაგრამ უფრო პატარები წერენ უიშენი გიყურე და არის სიყვარული და ყველაფერი ანუ სახლიდან სანამ სკოლაში მიხვალთ მანამდე არის ხოლმე რომ აგედემნებიან და აბა ხელმოწერები და აბა ავტოგრაფები და არა ეგ დამარებენ ხა ჭიათურაში სხვანაირად არის აი ჭიათურაში როგორ არის ჭიათურაში რო გაივდი ბიძები რო და ო შენ ისა მოდი ერთი ჯიგა დამილია ახლა იგე რომ მე უნდა გამოიპარო და წახვიდე ესე სკოლაში არ სულ იქნა თვალის მისურვა ვაღიარებ
მართლა ბიჭო პოპულარობა პატარიკა რამხელა პასუხისგებლობა აი რა შეცვალა ძალიან დიდი ის არის ნიშნე როგორ თქვა არ ვიცი აი ჩემს ხვებაში არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლია ანუ ვანიჭებდა მიყვარს პოპულარობა არ არის უბრალო საქმე ეს არის რთული მაგალითად რო ხარ პოპულარული ხარ შემო ქონეს შენი ღირსება გარეთ რო გადიხარ რო გიცნობს იმასთან კაი დამოკიდებულება უნდა ქონდეს ყველგან და ყველაფერი სიყვარული უნდა გადმოცე და გეთანხმებით აბსოლუტურად კი ბატონო და ეხლა საინტერესოა კიდე შოუსთვის როგორ ემზადებით აი ზურას შოუში თქვენ წერთ როგორ ამწარებთ ადამიანებს აინტერესებს ხო ამ გასულ და გაიაროს ეგ გზა და მაინ რო ვიცოდე რა ბარე მე ის მოუთხოვო პასუხი რაჭულ პასუხს გებრიელად მოდო შეაკოკლოზინებს ვიცი მე გადმევიდეს ესა და ვაჩვენებთ მე გადმევიდეს ეს და ვაჩვენებთ აი ყველანი ერთად ხედხარ და მუშაობთ ალბათ მანამდე იცნობთ სტუმარს რა როგორ იმ არ არის რომ რაღაცა ისეთ ხუმრობა რომ შეიძლება ეწყინოს ყოლიათ ეგეთ სტუმარი არა და იმედია პირველი არ ვიქნები ზოგადად მართლა ხო და თუ ეწყინება ზურას ეტყვის ის და როგორ ხდება ეს ამბავი და ზურა გეტყვით რომ კაი გაჩერდე ხლა არ არის საჭირო არის ყოფილა ეგ ზურა ჩვენი გამშველებელი უფრო მეტი ხდება გამშველებელს რომ იცოდე ისე აი ამ მადლობა მინდა გადაუხადო ამ შოუს იმიტომ რომ მეც ვიყავი ამ შოუში ზვიოს ზურას ფელ მე ჩაგეძია იმიტომ რომ ძალიან მაგრები არიან და მართლა ძალიან მაგრები არიან მეც ვუყურე რამოდენიმე თქვენს მონაკვეთს და ის მომწონს რომ იწყებს ერთი ლაპარაკს და მეორე რო აჩერებს გაჩერდე ბიჭო ასე კი არა და აი ეს ძალიან მაგარი გადაწყვეტა მართლაც ბიჭო არ ნერვიულობთ შოუს დაწყების წინ კი თავშავად ეგ არის ყოველთვის პირდაპირ ეთერი არ არის მაგრამ გააქვთ ხო ეს ნერვიულობა ცოტა ნერვიულობა საჭიროა ნერვიულობა პასუხისმგებლობიან ადამიანს აქვს ლაპარაკობა ასებია აი ბრილიანტის ბიჭები არიან რა არა მართლა ესე იგი აი რამე აი გამორჩეული ხუმრობა მაგალითად როდესაც ხუმრობთ და მართლა გულწრფელად რომ გაგცინებიათ აგიტყდათ სიცილი რაღაცა ესეთ ყოფილა ეგეთ შემთხვევაში ახლა ფერი გადახედა ბიჭო მეგონი ეს ენერგიული აქ მოსახოლია აქ არ არის ხო იმედია კარგად მიმიღებთ დამინდობთ სტუმარი ღვთისა ხო კარგად მიგიღებთ მშვიდობებით ამის დაგემშვიდობებით დროებით დაგემშვიდობებით და ძალიან დიდი მადლობა მოდი ჩვენ მაყურებელს გადამშვიდობთ ხვალამდე